საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ ფოკუს. მე ნინო მაჭარაშვილი ვარ და წარმოგიდგენთ გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარს, ნუგზარ ციკლაური ნაციონალური მოძრაობიდან, მასთან საარჩევნო საკითხებსა და გასამართ მეორე ტურზე ვისაუბრებთ. ბატონო ნუგზარ, გამარჯობა. სანამ ჩვენი საუბრის ძირითად თემაზე გადავალ, მინდა გკითხოთ ინფორმაციაზე, რომელიც დღეს გავრცელა ნაციონალურმა მოძრაობამ. გულისხმობ ინფორმაციას, რომ უკრაინიდან მოხდა დეპორტირება საქართველოში კანონიერი ქურდის რომა ბარბაქაძის და თქვენი პარტიის ინფორმაციით ის გააპარეს, ასე ვთქვათ, აეროპორტიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა და ამავე ინფორმაციის მიხედვით მათ უთხრეს იქ შეკრებილ კრიმინალურ პოლიციას, რომ ისინი მოქმედებდნენ კახი კალაძის დავალებით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე უარყო დღეს ეს ინფორმაცია, რა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს თქვენი პარტია? საღამო მშვიდობის კიდევ ერთხელ. დიახ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო ის ინფორმაცია, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ გავრცელა, მაგრამ საქართველოს კონსულმა უკრაინაში დაადასტურა, რომ მართლაც დაკავებული იყო ასეთი ადამიანი უკრაინაში 21 რიცხვში 19 საათსა და 35 წუთზე აი ამ რეისით ბორისპოლი თბილისი ის გამოამგზავრეს დეპორტაციით საქართველოში. ამის შესახებ ინფორმირებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამას ამბობს კონსული, რაც ახლა მე გიყვებით და ის ჩამოვიდა 21-ში თბილისში. ერთი არის კონსულის განცხადება ამის შესახებ და ცნობილია, რომ მართლაც ეს ადამიანი დაკავებული იქნა უკრაინაში, ხოლო მეორე არის, რომ ის თბილისში თითქოს და არ ჩამოსულა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაც დამეთანხმებით თუ არის სრულიად წარმოუდგენელი, რომ კიევში აფრენილი თვითმფრინავში იჯდა ადამიანი, ხოლო თბილისში ჩამოფრენისას არ იყო. ამაზე მეტად ის ინფორმაცია, რასაც ლაპარაკობდა დღეს ქალბატონი ირმა ნადირაშვილი, კერძოდ მას ელოდებოდნენ თბილისის აეროპორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მაგრამ იგი ისე რომ არ გადმოუკვეთია საზღვარი, ისე იქნა გაყვანილი აეროპორტის ტერიტორიიდან. ეს არის ძალიან მძიმე ინფორმაცია, ჩემი აზრით, მე არ მინდა რომ პირდაპირ ბრალდებით გამოვიდე ახლა ვინმეს მისამართი და ქალბატონი ირმას გამოსვლაშიც იყო უფრო მეტი შეკითხვა ამ ფაქტთან დაკავშირებით, ვიდრე პირდაპირ ბრალდებები, მაგრამ როგორც ჩანს, აი ეს შეუთანხმოება კონსულისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციებში ბადებს ძალიან საფუძვლიან ნეჭვს, რომ სინამდვილეში ეს ადამიანი მართლა გაიყვანეს ისე იმ ტერიტორიიდან, რომ საზღვარი არ გადაუკვეთავს. თუ ეს სიმართლე არის, მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე შემთხვევასთან, პრაქტიკულად ეს არის დადასტურება იმის, რომ ხელისუფლება თანამშრომლობს კრიმინალურ ავტორიტეტებთან და კრიმინალურ ავტორიტეტებთან თანამშრომლობა აქვს თავისი პოლიტიკური მიზნები. არ არის დასამალი, რომ არჩევნების დღეს და წინა რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იყვნენ ჩამოსულები კრიმინალური ავტორიტეტები, ან და მათი სახელით მოქმედებდნენ ადამიანები. ამ არჩევნებს გულისხმობთ? ხოლოდ დიახ, და სამეგრელოს რამდენიმე რაიონში განსაკუთრებით იგრძნობოდა მათი იქ ყოფნა და ისინი აშინებდნენ მოქალაქეებს და ეუბნებოდნენ, რომ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალისათვის არ უნდა დაეჭირათ მხარი, საპირისპიროდ უნდა დაეჭირათ სხვა სახელისუფლებო პოლიტიკური ძალისათვის. რაც შეეხება კალაძის სახელს და გვარს, ჩემთვის ამ შემთხვევაში ცნობილი არის მხოლოდ ის, რომ ზოგადად ბატონ ვიცე-პრემიერს ახასიათებს დიდი მოწიწება და პიეტეტი ქურდული სამყაროს მიმართ და ეს ჩვენ ვნახეთ მაშინ, როდესაც იგი ლაპარაკობდა რაღაც 10 სულ ქურდზე, როგორც თვითონ მოიხსენიებდა ამ ქურდებს და მათთან შეხვედრაზე. ასევე საქართველოს ხელისუფლებამ არ გააგრძელა კალაშოვთან დაკავშირებით აქტიური საქმიანობა, მის ექსტრადიციასთან დაკავშირებით და ყველაფერი ეს ბადებდა ჩვენში ძალიან საფუძვლიან განგაშის გრძნობას, რომ ხელისუფლება თანამშრომლობს, როცა საჭიროა ქურდებთან და კრიმინალურ ავტორიტეტებთან და იფარავს მას. ეს შემთხვევა, თუ ეს შემთხვევა დადასტურდა და უდიდესი ალბათობით ყველაფერი ჩემთვის პირადად არის ცხადი, რომ ეს ადამიანი მართლაც არის გაყვანილი და მე მაქვს კიდევ სხვა ინფორმაცია, რომ ის მართლაც იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებისათვის ჩვეულებრივი ამბავი არის კრიმინალურ ავტორიტეტებთან. გასაგებად თქვენ მოსაზრება იმედიად გაირკვევა მეტი დეტალი. მოდით გადავიდეთ არჩევნების თემაზე, უნდა გაიმართოს მეორე ტურები, თუმცა არ ვიცით ჯერ თარიღი როდის ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებდა კიდეც ცესკოს, რომ დროზე დაენიშნა ეს თარიღი და იმასაც ამბობდა თქვენი პარტია, რომ მთავრობა ახდენს ეწოლას ცესკოზე იმისთვის, რომ სადღაც ივლისის შუა რიცხვებში დაინიშნოს ეს თარიღი. შემდგომ გამოვიდა თამარშვანია და მან თქვა, რომ უნდა დასრულდეს ჯერ ყველა საარჩევნო დავა, რაღაც ზედმეტად ხომ არ აკრიტიკებთ ცესკოს
იყოს აი იგივე თუნდაც თარიღთან დაკავშირებით. აქ თავარი პრობლემა იყო ის, რომ როგორც მოგეხსენებათ, პარტიებს აქვთ უფასო სარეკლამო დრო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისათვის იმ პირობებში, როდესაც პრაქტიკულად არ ხდება სხვადასხვა ბიზნესმენების მხრიდან ოპოზიციური ძალების ფინანსური მხარდაჭერა. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საეთერო დრო იყოს, რომ ის სათქმელი, რაც ჩვენს კანდიდატებს აქვს და რამდენიმე ოლქში არის მოგეხსენებათ მეორე ტური, რომ იქნეს მიტანილი ისე როგორც ეს პარტიას წარმოუდგენია. აი ამასთან იყო დაკავშირებული ამ გაჭიანურებით, რასაც ცესკო ახდენდა, ჩვენ ვერ ვიღებდით საეთერო დროს და პრაქტიკულად სარეკლამო პოლიტიკა ჩვენი იყო ტორპედირებული. ამით იყო განპირობებული ჩვენი გამოსვლა და ჩვენი გამოსვლიდან იმავე საღამოს ან მეორე დღესვე, ეთყობა მართლაც ეს იყო პრობლემა, ხელისუფლებას აღარ ჰქონდა მეტი ძალა და რაღაცა სხვა ხერხებით მართალია, მაგრამ ეს სარეკლამო საკითხი გადაწყდა და ჩვენ პარტიას ისე როგორც სხვა პარტიებსაც ექნებათ ეს შესაძლებლობები გახსნილი. მე ვფიქრობ, რომ ისეთ პირობებში, როდესაც სასამართლოში საჩივდება ძალიან ბევრი საქმე და არის ეხლაც სასამართლოში მიმდინარეობს სარჩელები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფრო მკაფიო პოზიციას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. კერძოდ მე ვფიქრობ, რომ მათ უნდა ეთქვათ, რომ დასრულებიდან, სასამართლო დავების დასრულებიდან, თქვათ, ერთი კვირის ვადაში ინიშნება არჩევნები. ამ შემთხვევაში და ჩვენ ვიცით, რომ სადღაც 15-16 რიცხვია თუ არ ვცდები, უკანასკნელი ვადა როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს სარჩელები. ამ შემთხვევაში უფრო პროგნოზირებადი წინასაარჩევნო ვითარება იქნებოდა. მაგრამ ცდილობდნენ, რომ რაღაცნაირად ამასთან დაკავშირებით ყოფილიყო რაღაც საბურველი გადაფარებული ამას. მე ვფიქრობ, გიგი უგულოვას ამ განცხადებამ ძალიან ბევრი რამე უკეთესობისაკენ შეცვალა. ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორი განცხადებაა. და ამ უკეთესობისკენ შეცვლილ პირობებში, ასე თქვათ, როგორც თქვენ ამბობთ, რას ელით მეორე ტურებში მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მეორე ადგილი დაიკავა მიღებული ხმების რაოდენობით, ბევრ განსადაც დაინიშნა მეორე ტური. გარკვეულ და ზოგადმნიშვნელოვანი ფორით უსწრებს ქართული ოცნების კანდიდატი, მაგალითად თბილისში გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ შეძლებთ შეამციროთ თქვათ ეს ყველაფერი. იცით რა არის? ერთი არის, რომ ჩვენი რესურსი, სადამკვირვებლო რესურსი არის გამოთავისუფლებული, იმიტომ რომ თუ ადრე 70 ოლქში მიმდინარეობდა არჩევნები, ახლა ამ ოლქების რაოდენობა არის შეზღუდული, შესაბამისად ჩვენი დამკვირვებელთა რაოდენობა იქნება უფრო მეტი. ძალიან იმედი გამოვთქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად სამართლიანი არჩევნები, ან კიდევ საია, რომელმაც გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩატარდა პირველი ტური, ასევე მიავლენს თავის დამკვირვებლებს და ამ თვალსაზრისით უფრო დაცული იქნება იმ ხალხის არჩევანი, ვინც მეორე ტურში გამოვა არჩევნებზე. რაც შეეხება თვითონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ხელისუფლების მოქმედებებს, ჩემდა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ხშირ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია გადაიქცა ხელისუფლების ნების აღმასრულებლად და ეს არ მატებს მას არაფერს. ჩვენ გვახსოვს სარეკლამო რგოლები, რომ ისინი ითვლიან ხალხის ხმას, ცენტრალური საარჩევნო კომისია, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ისინი ითვლიდნენ არა ხალხის ხმას, არამედ ასრულებდნენ უბრალოდ იმ მითითებებს, რაც იყო წამოსული ხელისუფლების მხრიდან. კი ბატონო, სანამ გადავალთ დარღვევებზე ან იმაზე, რასაც თქვენ და თქვენი პოლიტიკური ძალა მიიჩნევს დარღვევად, მინდა ამოვწუოთ ეს შედეგების თემა. ზოგადად პარტიის მიერ ნაჩვენები შედეგით რამდენად კმაყოფილი ხართ, არის გამყარებული პოზიციები, თქვათ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თუმცა მნიშვნელოვანი კლება იგივე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. კმაყოფილი ხართ აი იმ შედეგით, რასაც აჩვენებთ, პრემიერს სხვათა შორის ამბობს, რომ 1%-იანი პარტია ხართ, რადგან 6% გაიყვანეთ მაჟორიტარები. ხელისუფლებაში ყოფნა პოსტსაბჭოთა სივრცეზე ზოგადად გულისხმობს გარკვეული რაოდენობის, ამას ხშირად ეძახიან ადმინისტრაციულ რესურსს, გარკვეული ადამიანების მხარდაჭერას სახელმწიფო ძალისადმი, ამიტომ მე შევადარებდი იმ ორ არჩევნებს, რომელზეც თქვენ ბრძანეთ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს და ამ არჩევნებს. მაშინ თუ მე მეხსიერება არ მღალატობს, დაახლოებით 22%-მდე მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ, ახლა საუბარი არის, რომ 23% არის.
ასე რომ ეს არის წინსვლა, თუმცა ეს არ არის ისეთი წინსვლა, რომელიც რაიმე სახის სერიოზულ გარღვევაზე მოასწავებდეს. მე უფრო ვიტყოდი, რომ ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ყავს სტაბილური ამომრჩეველი, ერთგული ამომრჩეველი, რომელიც მიდის მის მხარდასაჭერად საპრეზიდენტო არჩევნებშიც და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც, რომელიც საქართველოში და ალბათ ბევრ ქვეყანაში არ მიიჩნევა ცენტრალური მნიშვნელობის არჩევნებად. ასე რომ ხალხი მოვიდა ამ არჩევნებზე, დაგვიჭირა მხარი და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სერიოზული წინაპირობა არის იმისათვის, რომ თქვათ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შენარჩუნდა როგორც მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა და მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებიდან წასულმა ძალამ შეინარჩუნა პოზიციები როგორც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ. თუ ჩვენ გვახსოვს, ადრე იყო თქვათ ბრუგალი მაგიდის შემთხვევაში, როდესაც მთლიანად განადგურდა, ეხლა მიზეზებზე არ ვსაუბრობ, როგორ მოხდა და რა მოხდა ეს პოლიტიკური ძალა, შემდეგ უკვე 2003 წელს დამარცხებული პოლიტიკური ძალა მთლიანად წავიდა პოლიტიკური ასპარეზიდან, ამ შემთხვევაში არ მოხდა ეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და ხალხს აქვს ძალიან დიდი როლი აი ამაში, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შეინარჩუნა მყარი პოზიციები პოლიტიკურ ასპარეზზე. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გამონათქვამებს, მართლაც არ მაქვს სურვილი, რომ ვიხმარო ისეთი სიტყვები, როგორიც არის არასერიოზული, ან და არ ვიცი, კიდევ აი ამის მსგავსი სიტყვები, მაგრამ ის განაცხადი, რომ ყველა მონაცემი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემითაც პარტიას აქვს 22%, ხოლო ჯიუტად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოხატავს რა უკიდურეს არაკეთილგანწყობას ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის მიმართ, ამბობს, რომ ეს არის 6%, უკვე თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს არა ჯანსაღ. თუმცა აი ხელისუფლება ამოყობს იმით, რომ მან დაუშვა ბევრი მეორე ტური, იქაც კი სადაც 50%-იან ზღვარს უახლოვდებოდა მათი კანდიდატი, მათი თქმით, მათ არ გააყალბეს, ასე თქვათ, არჩევნები, არ წაუმატეს 1-2%. აი მაგალითად დღეს ახლა ჩვენ აქ საუბრობ და სრულდება იცით, რომ არნეულში არის ძალიან ბევრი უბანი გასაჩივრებული ჩვენი მხრიდან, სასამართლო მხოლოდ ნაწილზე მოგცვა თანხმობა, რომ გაიხსნას ეს საარჩევნო ყუთები და ჩვენ ნახოთ მართლაც ასე არის თუ არა. ყველა იმ უბნიდან, რომელიც დღეს იქნა დათვლილი, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი უბანი, სადაც შეესაბამებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გამოქვეყნებული მონაცემები რეალობას, რაც ჩვენ იქ ვნახეთ საარჩევნო ყუთებში. ზოგან ეს არის რამდენიმე ხმა, ზოგან არის რამდენიმე ათეული ხმა, მაგრამ თავისთავად ფაქტი, რომ ყველგან ნაციონალური მოძრაობის საზიანოდ იყო გამოცხადებული შედეგები, მე ვფიქრობ, რომ ბევრის მეტყველი არის. ასევე ძალიან კარგია, რომ ხელისუფლებას თავის მიმართ აქვს ესეთი ახტაცება, ეს მხოლოდ ამ სფეროში არ არის, იცით, რომ ეკონომიკური მიღწევებითაც ამაყობენ და ბევრი სხვა რამით, რაც ამ ქვეყანაში მოხდა და რაზეც სამწუხაროდ ჩვენ სამომრჩეველს სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს, მაგრამ ჩვენ ამ არჩევნების დროს ვნახეთ გაუქმებული ბიულეტენები. ჩვენ ამ არჩევნების დროს ნახეთ ისეთი შემთხვევები, როდესაც ბალანსი არ დგებოდა უბნებზე და ეს არის ასეულობით შემთხვევა. 500 უბანზე არის მარტო დაფიქსირებული ისეთი შემთხვევა, როდესაც არჩევნებზე მისული ადამიანებზე უფრო მეტი რაოდენობის ბიულეტენები აღმოჩნდა ყუთში, რაც არის უბრალოდ შეუძლებელი თუ ვიღაცამ ორი ხმა ან მეტი ხმა არ გამოიყენა. ჩვენ ნახეთ დაუბალანსებელი გარემო, ჩვენ ნახეთ ორმაგი სტანდარტი, მაგალითად, როდესაც ბატონი ნარმანიას დედის შემთხვევაში ეს მიეწერა რაღაც სენტიმენტალურ თუმცა მას მისცეს გაფრთხილება, ასე ვთქვათ, ანუ რაღაც ტიპის რეაგირება მოახდინა საოლქო კომისიამ. არა ასეთივე, არამედ უფრო განსხვავებული, უფრო რბილ, ასე ვთქვათ, შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი კომისიის წევრი თავის შვილიშვილებთან იყო, არ ვიცი, მუშტაეთში თუ რომელიღაც პარკში და ამ შვილიშვილთაგან ერთ-ერთი დიდუბის მაჟორიტარს დედაძე საუბრობთ თუ არა. და იმას ეცვა მაისური ნაციონალური მოძრაობის სიმბოლიკით, არა იმ ქალბატონს თვითონ, არამედ იმას, რა ქვია, ბავშვს ესწვა, ეს საკმარისი საბუთი აღმოჩნდა ცენტრალური საარჩევნო კომისიას, რომ გაცილებით უფრო მკაცრი სასჯელი დაეწესებინა ამ ადამიანის მიმართ. ასევე ეს არ ეხება უშუალოდ არჩევნების დღეს, თუმცა არჩევნების დღესაც იყო ეს პროვოკაციები, თავდასხმები, პოლიციური ძალადობა და გამოყენება იმ ხერხის, რომელიც ხელისუფლებას ყველა თავის არჩევნებშია გამოყენებული. მაშინაც როცა ოპოზიციაში იყო და იცით, რომ აი ეს თქვა ბარბარე რაფალიანცის თემით მოახდინეს სპეკულაცია,
ყოვლად უგვანო ჩემი აზრის სპეკულაცია. შემდეგ უკვე საპრეზიდენტო არჩევნების წინ ასევე წამოწიეს ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გარემოებების საქმე, ვითომაც და ეს საქმე წუთზე უნდა გახსნილიყო და ამით მოახდინეს ალარმიზაცია, თავისი მომხრეები და პირიქით დააშინეს ის ადამიანები და ახლაც იგივე გამოიყენეს მაგალითად ზუგდიდში, სადაც ყველაზე მეტად ეშინოდათ მარცხის თენგიზ გუნავას წინააღმდეგ, ვითომაც და მის სახელი რამენაირად არის დაკავშირებული სხვადასხვა ადამიანების გაქრობასთან და ამას ამტკიცებდა ქართული ოცნება ისე, რომ თენგიზ გუნავას სახელი არ ფიგურირებს არც ერთ საქმეში, რომელიც პროკურორის მიერ არის ინკრიმინირებული სხვადასხვა პირების მიმართ. ასე რომ აი ამ პრიმიტიულ პროვოკაციებსაც ჰქონდა ადგილი, აღარ ვსაუბრობ უკვე იმაზე, რომ პირდაპირ თავდასხმები იყო ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებზე, რაც სამწუხაროდ გრძელდება დღესაც. ეს ყველაფერი აისახა შედეგებზე, როგორ ფიქრობთ? ცხადია, რომ აისახა, რა თქმა უნდა, მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ როდესაც ასეთი ფონი არის და ასეთი დაშინების ატმოსფერო, ეს რა თქმა უნდა აისახა შედეგებზე. ასე რომ ყველაფერი ერთად, რაც ახლა ვილაპარაკეთ, გაყალბება არჩევნების დღეს, ეს გაუქმებული თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა დამკვირვებელმა არჩევნები ჩათვალა როგორც შემდგარი ალბათ სამართლებისთვის. დიახ, ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, არც ერთ ჩვენს პარტიის წევრს არ უთქვამს, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, უბრალოდ არის ძალიან ბევრი შეცდომა გამოყენებული იქნა ისეთი ტიპის ქმედებები, რაღაც კარუსელები და ამ შემდეგ, რომელიც შევარდნაძის დროის მერე საქართველოს უბრალოდ არ ახსოვს და ესეც რო არ იყოს, მე წეგან ვახსენე სამართლიანი არჩევნები და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომლებიც სავსებით მიუკერძოებლები არიან ამ საკითხში და მათი შეფასებებიც არის ხშირ შემთხვევაში ძალიან მკაცრი. ეს ისინი საუბრობენ ბათილ ბიულეტენებზე, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, რაც არჩევნების დღეს დაფიქსირდა. მაგალითად, გუშინ მე ვესაუბრე წალენჯიხის წარმოადგენს, რომელმაც თქვა, რომ 14000 კაცი თორცები დაახლოებით იღებდა მონაწილეობას და 18%-მდე არის 1800-მდე არის ბათილი ბიულეტენი. ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი, რომ ქვეყანაში 10%-ზე მეტ ადამიანს ეშლება და უფუჭდება ბიულეტენი. ხშირ შემთხვევაში არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ სადაც ნაციონალური მოძრაობა არის მოხაზული, ხო, იქ მეორე გუნდიც არის მოხაზული ძალიან ბევრ ადგილას და ამით არის ეს ბიულეტენები გაბათილებული. მარნეულში საერთოდ მოხდა ფანტასტიკური რამ, თქვენ იცით, რომ შემაჯამებელი ოქმი დგება 13 პოლიტიკური პარტიების ყველა კომისიის წევრის თანდასწრებით და მოწმდება ასევე მათი ხელმოწერებით. აი ასე მოხდა ძალიან ბევრ უბანზე, 17-18 უბანზე იყო ეს შემთხვევა, როცა მე ვიყავი ჩართული, შეიძლება ახლა გაზრდილია მათი რაოდენობა და შენახული იქნა შემდეგ ეს ბიულეტენები, მაგრამ უეცრად 16 რიცხვში, 17 რიცხვში, 18 ივნისსაც, ესე იგი არჩევნებიდან 2 და 3 დღე როცა არის გასული, ერთი ამ 13-თაგანი უეცრად წერს ახსნა განმარტებას და ყველა არის იდენტური სხვა შორის და მათში სიტყვა გადაღლილობა ფიგურირებს ყველგან, რომ ვიყავი გადაღლილი და შედეგები, რომელიც იქ არის, არ შეესაბამება სინამდვილეს წერენ ეს ადამიანები. არამედ შედეგი უნდა იყოს ესეთი, სხვანაირი. ყველა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის საზიანო და ქართული ოცნებისათვის სასარგებლოდ ახსენდებათ ამ ადამიანებს, მაგრამ ხო, და საინტერესო ის არის, რომ საოლქო კომისიის თავმჯდომარე კი არ ამბობს, რომ აი ერთმა გადაღლილმა ადამიანმა ჩვენ გითხრა, რომ სხვანაირად ახსოვს შედეგები და მოდი ვკითხოთ სხვა 12 გადაუღლელ ადამიანს, ან და გავხსნათ ეს შედეგები, არამედ უპირობოდ იღებს ამ ადამიანის სიტყვებს და პირდაპირ ამახსნა განმარტების საფუძველზე ხდება გადაკეთება შედეგების. ამიტომ მე არ ვამბობ, რომ აქ შეიძლება ათეულობით პროცენტზე იყოს საუბარი, მაგრამ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცენტი და ახლა უკვე ხვდები, რატომაც ეშინოდა ასე პანიკურად ღარიბაშვილს და რატომ გაიძახოდა ასე, რომ აი 6%-ია და ან კიდევ უფრო ნაკლები არის. იმიტომ რომ მათ იცოდნენ, რომ ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და არ უნდათ რომ ამარჩევნებს ეს დაფიქსირებდნენ. თუმცა აი, როდესაც მარნეულზე ვსაუბრობთ, თქვენმა პარტიამ ნაციონალურ მოძრაობამ გამოაქვეყნა ეს კადრები, ვიცით, სადაც ბიულეტენებს ყრიან ყუთში, შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ მან გახსნა საქმე და მათ შორის ბრალი წაუყენეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტ და დამკვირვებელს. ამაზე რა პასუხი აქვს პარტიას? ეს უბრალოდ კომიკური არის. ის ადამიანი გაპარებული არის დღეს საქართველოსთან, ვინც უშუალოდ ყრიდა ამ ქაღალდებს და საუბარი არის იმაზე, რომ იქ კომისიის წევრებს შორის იყვნენ სხვა კომისიის წევრები, რომლებიც თვითონ კი არ ყრიდნენ, არამე კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას კი არა, უბრალოდ ვიღაცამ ვერ დაინახა
ეს ხოლო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი თუ იქ იყო და ის იღებდა აი ამ უკანონობას ისე რომ ამის შესახებ არაფერი არ განაცხადა, ჩათვალეთ რომ ის არავითარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი არ არის, სინამდვილეში არის ასევე გარიგებული ხელისუფლებასთან, ამიტომ ასეთი ადამიანი უნდა დაისაჯოს ნებისმიერ შემთხვევაში, თუ კი ადამიანი აკვირდებოდა უკანონობას და ამის შესახებ საერთოდ არაფერს ამბობდა. მე შეგახსენებთ კიდევ ერთ შემთხვევას, ეს იყო ყველაზე გახმაურებული დილას მარტვილის რაიონის სოფელ დოშაყეში, თუ გახსოვთ, ერთადერთი შეიარაღებული თავდასხმა იყო, იქ ორი ადამიანი დაესხა, ამას და გაიტაცეს. პოლიცია გამოვიდა 1-2 საათის შემდეგ და განაცხადა, რომ საქმე არის აღძრული ყაჩაღობის ბრალდებით, შეიარაღებული თავდასხმა და ყაჩაღობის ბრალდებით. მაგრამ შემდეგ, როდესაც ეს ადამიანები დააკავეს და სხვებით შეესწრენ ამას, თუ როგორ იქნენ ისინი დაკავებულები და როდესაც აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მათგანი იყო ქართული ოცნების წევრი და ადამიანი, ვინც კენჭს იყრიდა ამ უბანზე, ხოლო მეორე აღმოჩნდა ასევე საარჩევნო კომისიის წევრის შვილი, პოლიციამ გადააკვალიფიცირა საქმე უფრო რბილი მუხლით. მხოლოდ ერთი мотивация არსებობდა აქ, რომ რაკიღა ესენი აღმოჩნდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, მათ უნდა კონდეთ მსუბუქი სასჯელი და მე გარწმუნებთ, რომ ეს ადამიანები უმცირეს სასჯელს მიიღებენ შეიარაღებული, ხაზგასმით ვამბობ, შეიარაღებული თავდასხმისათვის. როდესაც ორმაგ სტანდარტზე ვსაუბრობთ, სწორედ ეს არის, რომ ხელისუფლება ცდილობდა დაეფარა ის გაყალბებაც და ხანდახან შეიარაღებული თავდასხმაც კი, როდესაც საქმე ეხებოდა სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებს, როდესაც საქმე ეხებოდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, მაშინ ბუზისპილოდ გადაქცევაც არ იყო პრობლემა. კი ბატონო, და ბოლო შეკითხვა ჩვენ წეგანს ვსაუბრობდით საარჩევნო გარემოზე და თქვენ ახსენეთ თავდასხმებით, რომელიც მათ შორის იყო პოლიტიკური ოპონენტებზე და ამას ხშირად აღნიშნავენ დამკვირვებლები, ერთ-ერთი შემთხვევა, თქვენი შემთხვევა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა ცოტა ხნის წინ, რომ ის დაინტერესდა საქმის გამოძიების მიმდინარეობით და უთხრეს მას, რომ არის რაღაც პროგრესი, თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ეტაპზეა ეს გამოძიება? ითხრა, დიდი მადლობა ყველას, ვინც ამით ინტერესდება, უმრავლესობის კიდევ რამდენიმე წევრმა მითხრა, რომ ისინიც დაინტერესდნენ რაღაც რამდენიმე დღის წინ და სხვადასხვა ეთერში როცა ხვდები, ყოველთვის ამას ამბობენ, რა თქმა უნდა, არ იქნება არავითარი პროგრესი. ეს არის ყველასათვის ცხადი, მე მესმის დათო უსუფაშვილის მდგომარეობის, მას გულწრფელად ალბათ ის წუხს, რომ პარლამენტის წევრი, იმ ორგანოს წევრი, რომლის თავმჯდომარეც ის არის, შეიძლება აი ესეთი თავდასხმის ობიექტი გახდეს, მაგრამ ამ საქმეში არ იქნება არავითარი პროგრესი, იმიტომ რომ სამი თვის თავზე ჩემთვის არის სავსებით ცხადი, რომ ეს ორგანიზებული ჯგუფი იყო არა თვითორგანიზებული ჯგუფი, არამედ ეს ორგანიზებული ჯგუფი გამოგზავნილი იყო პოლიტიკური მიზნით. მე ღრმად მწამს, რომ ის ადამიანი, ვინც გამოგზავნა ეს ჯგუფი, თვითონ არავითარ შემთხვევაში არ ეცდება, რომ ამ საქმეს ფარდა აეხადოს. კი ბატონო, ნახოთ რა მოხდება, ძალიან დიდი მადლობა. და იცით რა, ჩემზე საუბრით რა დამთავრდეს, ბოდიშვიხტი არჩევნების პერიოდში, წინა პერიოდშიც და ასევე შემდგომაც ეს თავდასხმები გრძელდება ჩვენს მომხრეებზე. თქვენ იცით რა, აი რამდენიმე დღის წინ ბათუმში თავს დაესხნენ ტეტევაძეს, რომელიც არის ასევე ჩვენი აქტივისტი და ზუგდიდში მოხდა თავდასხმა სხვა კიდევ ჩვენ აქტივისტზე, სხვადასხვა სოფლებიდან, რეგიონებიდან ჩვენ მოგდის ინფორმაცია, რომ ასეთი მუქარა და ხანდახან პირდაპირ თავდასხმები გრძელდება. ბათუმის შემთხვევა საყურადღებო არის იმითი, რომ მაშინ მონაწილეობას იღებდნენ ასლანაბაჯის სპეცრაზმელები, როგორც ეს თავდასხმის მსხვერპლი აცხადებს და ეს სპეცრაზმელები იმყოფებოდნენ გიგაბოკერიას და გიგი უგულავას შეხვედრაზე ამ მომრჩევლებთან და იქაც პროვოკაციების მოწყობას ცდილობდნენ. მე არ ურჩევდი ხელისუფლებას, რომ ამ გზით წავიდეს და ამ დაშინების გზით წავიდეს. დღეს, როდესაც კიტოვანი დადის თბილისის ქუჩებში, როდესაც ასლანის სპეცრაზმელები დადიან, როდესაც განთავისუფლებულები არიან პასუხისმგებლობიდან შკრილნიკოვი და სხვა რუსეთის აგენტები, აი ამათი გამოყენება და კიდევ ქურდების და დღეს ვიხილეთ მაგალითი იმის, რომ მართლაც კრიმინალებთან თანამშრომლობის გარკვეული ფორმატი არსებობს ხელისუფლების მხრიდან, ამ ადამიანების გამოყენება იმათ წინააღმდეგ, ვინც ვისი ბრალი მხოლოდ ის არის, რომ არ ეთანხმება შენ პოლიტიკას, ამას არავითარი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან და არც იმ ასოცირების ხელმოწერასთან, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ქართული პოლიტიკური ელიტა მიელტვოდა და რომელიც ხვალ უნდა შედგეს. ერთ-ერთი ძალიან დიდი მადლობა ბატონო გზარ, მადლობთ რომ ჩვენი სტუმარი იყავით, თქვენ კი არ გადართოთ. გადაცემის მეორე ნაწილში ჩემი სტუმარი იქნება პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და ჩვენ სწორედ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცემ
ხელისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ ვისაუბრებთ. ფოკუსი კლუბ პირდაპირ ეთერშია. რამდენიმე საათში საქართველოს და ევროკავშირი ხელს მოაწერენ ასოცირების და მასთან ერთად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. რა ეკონომიკურ სარგებელს ელის ამისგან საქართველოს, ამის შესახებ ვისაუბრებთ გიორგი აბაშიშვილთან, პრეზიდენტის მრჩეველთან ეკონომიკურ საკითხებში. ბატონო გიორგი, გამარჯობა, დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მე მინდა უფრო ტექნიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე ვისაუბროთ, თუმცა მანამდე მინდა გითხოთ ლავროვის განცხადებაზე, მის მორიგ განცხადებაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის. მან თქვა, რომ საქართველოს თუ რუსეთი დაინახავს, რომ საქართველოს ისევე როგორც მოლდოვას და უკრაინის მიერ ხელმოწერას ექნება რაიმე ზიანის მომტანი ეფექტი რუსეთის ეკონომიკისთვის, ის მიიღებს თავდაცვით ზომებს. ჩვენ ვიცით, რომ ეს ხელშეკრულება საქართველოს არ უშლის, ასე ვთქვათ, ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს რომელიმე ქვეყანასთან, თუმცა აი თავად რუსეთის მხრიდან რა შეიძლება იყოს ეს თავდაცვითი ზომები, რა. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისათვის და ძალიან მიხარია, რომ თემაზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის არაშორეული პერსპექტივა, არამედ როგორც თქვენ აღნიშნეთ, სულ რამოდენიმე საათის და ბუნებრივად ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო, რომ სულ რამოდენიმე საათში საქართველოს ხელს მოაწერს ასოცირების სახებ შეთანხმება და შესაბამისად DCFTA-ს ხმადა ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას ევროპის კავშირთან. რაც შეეხება ზოგადად მთლიანობაში რას შეიძლება ველოდეთ ამ თვალსაზრისით და რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ განცხადებას, იქ იყო ნახსენები ასევე ის, რომ თუ ეს საფრთხე იქნება და თუ გარკვეული პირობების ცვლილება იქნება, იმ პირობებისგან განსხვავებული იქნება სიტუაცია, ვიდრე თქვათ რუსეთი გაწევრიანდა ვაჭრობის სოფლიო ორგანიზაციაში. მაგრამ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის წესები თავისი არსით არანაირად არ მოდის წინააღმდეგობაში ვაჭრობის სოფლიო ორგანიზაციის წესებთან. შესაბამისად, შეუძლებელია ღრმა და ყოვლისმომცველმა თავისუფალმა ვაჭრობამ რაიმე ფორმით ზიანი მიაყენოს ვაჭრობის სოფლიო ორგანიზაციის ნებისმიერ წევრ ქვეყანას, მათ შორის თავისთავად ცხადია რუსეთს. ანუ თავისი არსით შეუძლებელია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ვინმესთვის სოფლიოში წარმოადგენდეს საფრთხეს. პირიქით, მე ვთვლი, რომ ეს არის შესაძლებლობა ყველასათვის. ამ შემთხვევაში უპირველესად თავისუფალი სავაჭრო სივრცეში მოაზრებული ქვეყნებისთვის, მათ შორის ბუნებრივია საქართველოსთვის, უკრაინისთვის და ბელარუსისთვის. ასე რომ მე ნაკლებად წარმომიდგენია, რომ თქვათ სინამდვილეში თუ ამ ყველაფრის ეკონომიკური ანალიზი მოხდება და პოლიტიკური კონტექსტები გამოირიცხება, აღმოჩნდეს რაიმე ეკონომიკური საკითხი, რომელმაც შეიძლება თქვათ სარალის მიმართულებაზე, დანაკარგების მიმართულებაზე გაიყვანოს რომელიმე ქვეყანა თქვათ. ასე რომ მე არ ამგონია თქვათ ამ შემთხვევაში რომ გადაწყვეტილებები, ეკონომიკური მოტივები თქვათ იყოს ნაკარნახევი, როდესაც რეალურად არანაირი ტიპის წესი თქვათ ამ შემთხვევაში არავის ასე თქვათ უფლება არ ირღვევა. რეალურად ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა თქვათ საქართველოს ამ შემთხვევაში ხდება არავის ხარჯზე. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის უბრალოდ დამატებითი შესაძლებლობა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ასევე საქართველოს უტოვებს უფლებას სრული თავისუფლების სხვა მესამე ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობის, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის სივრცეების ჩათვლით. ანუ აქ უბრალოდ ვაჭრობის ეს მხოლოდ მცირე ლიბერალიზაციაზე არ არის საუბარია, თავისუფალი ვაჭრობის სივრცეებზე. მთლიანობაში ეს შეიძლება იყოს ქვეყანასთან, ეს შეიძლება იყოს ქვეყანათა ჯგუფთან. და ჩვენ ერთი
ნიშნულოვანი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ, როცა ამ საკითხებზე ვსაუბრობთ, რომ საქართველოს ბუნებრივია არის თავისუფალი ვაჭრობის სივრცის წევრიც გარკვეულწილად, სივრცით მოსარგებლეც, იგივე ეს არის თქვა სვამის ფარგლებში, იგივე DST-ს ფარგლებში შემავალ ქვეყნებთან, ეს როგორც ერთობლივად თქვა გარდა რუსეთის ამ შემთხვევაში, ასევე ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში ჩვენ DST-ს წევრ ძალიან ბევრ ქვეყანასთან რუსეთის ჩათვლით გვაკავშირებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, შესაბამისად ჩვენი ხედვა ამ შემთხვევაში არის ის, რომ თავისუფალი ვაჭრობა ნებისმიერ იმ ქვეყანასთან, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს, DST-ს წევრ ქვეყნებთან პლუს თქვა თურქეთთან, უფრო მეტად გაღრმავდეს, თქვა თუ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობაა ვაჭრობის ლიბერალიზაციის მოხდეს თქვათ მსგავს ტიპის ლიბერალური ვაჭრობა, ანუ ვაჭრობით სარგებელი მივიღო. კი ბატონო, აი როდესაც ყველა მხარე ამ შემთხვევაში, ასე რომ ამ კუთხით ჩვენ ვართ ძალიან გახსნილები და პრინციპში ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამ მიმართულებით ძალიან მხარს გვიჭერენ. გასაგებია ბატონ გიორგი, აი თქვენ წეგან ახსენეთ თუ განვაცალკევთ პოლიტიკურ კონტექსტს ეკონომიკურისგან, მაგრამ რუსეთი ასეთ შემთხვევაში ვიცით როგორც წესი მოქმედებს ხოლმე პოლიტიკური მოტივებითაც, აი ამასთანავე შეგვახსენეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, რომ ჩვენ ვართ თქვენი მესამე სავაჭრო პარტნიორი. აი იმ შემთხვევაში თუ რაღაც მომენტში თქვა პოლიტიკური მოსაზრებით რუსეთი გამოიყენებს მაგალითად ემბარგოს, რისი გამოცდილებაც გვაქვს ჩვენს და არა მარტო ჩვენ, რამდენად საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს ეს საქართველოს ეკონომიკისთვის, აი როგორია ახლა ეს მდგომარეობა. ანუ რამდენად იგივე თქვენ ხართ მრჩეველი პრეზიდენტის ეკონომიკურ საკითხებში, რამდენად რისკის თვალსაზრისით, რამდენად საფრთხის შემცველია იმ მზარდი და მოკიდე ექსპორტი თქვა იგივე რუსეთის ბაზარზე. ნებისმიერ შემთხვევაში ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ყველა რეალობაში, ყველა პირობებში ქვეყანა, ნებისმიერი ქვეყანა უნდა იყოს მზად ნებისმიერი ტიპის რისკებისთვის, თავისთავად ცხადია და ეს რისკები შესაძლოა გამომდინარეობდეს სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორებიდან, შესაძლოა იყოს კრიზისი ასევე, რომელიმე სხვა პარტნიორი ქვეყნის კრიზისი, ასე ვთქვათ, შენი ქვეყნისთვის საფრთხე არ იყოს, ვთქვათ, მაინც და მაინც პოლიტიკური მოტივებით რაიმეტების გააწყოტლება ნაკარნახევი. შესაბამისად, შეგვიძლია თავისთავად ცხადია, რომ ის თუ რომელ ქვეყანაზე როგორ ვართ დამოკიდებული ეკონომიკური თვალსაზრისით, ამის შეფასება გავაკეთოთ, თავისთავად ცხადია. პირველი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ ძალიან დადებითად ვაფასებ ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს მხრიდან ნებისმიერი ახალი ქვეყნის თუ ძველი პარტნიორის ბაზრის უფრო მეტად ათვისებას, თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ აბსოლუტურად ლოგიკურია ქვეყანაში თუ ქმნი პროდუქციას, თუ გინდა ქვეყნის ეკონომიკურის და თუ გინდა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის და თავისთავად ცხადია ეს პროდუქცია უნდა გაიტანო რომელიმე სხვა ქვეყანაში, გაყიდო და იქიდან გარკვეული ტიპის შემოსავალი მიიღო. ასე რომ ძალიან მივესალმები ნებისმიერ შემთხვევაში ქართული ბიზნესმენების ძალისხმევას რუსული ბაზრის ათვისებასთან დაკავშირებით. ეს სავაჭრო ურთიერთობები არის მზარდი და ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ ასეც გაგრძელდეს. თუმცა რაც შეეხება კონკრეტულად იმ ნაწილს, რომელიც თქვენ ახსენეთ პოლიტიკური კონტექსტი, მე ამ ეტაპისთვის ჩემი აზრით არ ვთვლი რომ მნიშვნელოვანი ტიპის რყევები იყოს თქვათ მოსალოდნელი, მაგრამ რაც შეეხება სავაჭრო პარტნიორობის თვალსაზრისით, ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, რომელიც არის ევროპის კავშირი და ამ მიმართულებით საქართველოს პოტენციალის გაძლიერება. კი ბატონო, გადავიდეთ მოდით ამ უქმე და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რა ბენეფიტებს ელის საქართველო ამისგან? აი მაგალითად ვიცით რომ საბაჟო გადასახადის გარეშე იმოძრავებს პროდუქცია. ანუ ეს არის პრაქტიკულად ყოველგვარი ბარიერების მოხსნა, რომელიც შეეხება პროდუქციის ექსპორტ-იმპორტს, ანუ ეს არის პროდუქციის თავისუფალი გადაადგილება ამ შემთხვევაში. თავისთავად ცხადია, ძალიან საინტერესოა სხვადასხვა ტიპის კვლევები აღნიშნულთან დაკავშირებით, რომელიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რეალურად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემდგომ DCFTA-ის შემდგომ საქართველოს საექსპორტო პოტენციალი იზრდება, ანუ ქართული ექსპორტი უფრო მეტად იზრდება, თქო, ევროპის კავშირში ვიდრე ევროპის კავშირიდან. რაც შეეხება დარგებს, ბუნებრივია საქართველოში არსებობენ დარგები, რომელსაც თქვა, შესაძლოა ეს ისერად კიდევ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს, იგივე შეიძლება ეს ვისაუბროთ ჩვენ ღვინის ბაზარზე, იგივე შეიძლება ეს ვისაუბროთ თქვა მინერალურ წყლებზე, თუმცა ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ამ პერიოდიდან ღრმა და ყოველწლიური თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედებიდან საქართველოს უშდება სრულად ახალი რეალობა, ის კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის. იმიტომ რომ რეალურად საქართველოში წარმოებულ პროდუქციას ეხსნება გზა 500 მილიონზე მეტ მომხმარებლისკენ რეალურად დიახ ევროკავშირის სივრცეს გულისხმობ ამ შემთხვევაში, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის მაღალი მსყიდველობით უნარიანობით გამორჩეული ბაზარი.
ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოში დამზადებული პროდუქცია თავისთავად ცხადია უკვე სხვა მოთხოვნით იქნება გამორჩეული. და ნებისმიერი ინვესტორისთვის საქართველოს ხდება კიდევ უფრო მეტად საინტერესო ქვეყანა. ანუ არ გამოურიცხავ აბსოლუტურად იმას, უფრო მეტიც მე ვთვლი რომ ეს ასე იქნება, ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოში რამოდენიმე სხვა მიმართულებაც განვითარდეს, თქვათ, იწარმოებოდეს ამ ქვეყანაში, თუნდაც ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შეიძლება იყოს ძალიან ცნობილი ბრენდებით დაინტერესება, თქვათ ამ შემთხვევაში საქართველოსი აქ შექმნა პროდუქციის და შემდგომ მისი გატანა ამ შემთხვევაში ევროპულ ბაზარში. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის სრულიად ესეთი რეალისტური გამომდინარე იქიდან რომ ყველა წინაპირობა ამისთვის შექმნილია თავისთავად ცხადია. საქართველოს აქვს კარგი გარემო ბიზნესისათვის, მაგრამ საქართველოს ბიზნეს გარემო კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გახდება გამომდინარე ამ დამატებით სარგებლობიდან. კი ბატონო, ამ ყველაფრისთვის ეს ხელშეკრულება ასევე გულისხმობს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან, მაგალითად იგივე რაც შეეხება ფიტოსანიტარიულ და სანიტარიულ ნორმების გაუმჯობესებას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვას და ასე შემდეგ. რა ვადებში უნდა მოხდეს აი თქვათ ამ კანონმდებლობის დაახლოება? ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე გარკვეული ტიპის ვალდებულებებზე, მაგრამ მე მინდა ერთი რამეს გავუსვათ ხაზი, რომ სინამდვილეში, როდესაც ჩვენ სწორედ რომ ვალდებულებითი ტიპის საკითხებზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ყველაფერს უნდა შევხედოთ როგორც ინვესტიციას. იმიტომ რომ სინამდვილეში ეს ვალდებულება არის სწორედ იმის წინაპირობა, რომ ქართული პროდუქცია გავიდეს თქვათ ევროპულ ბაზარში. ჩვენ არავინ არაფერს არ გვაძალებს, თუ ჩვენ ამას ჩვენთონ არ მოვინდომებთ. ბუნებრივია პირველ რიგში შეუძლებელია თქვათ რეფორმა ვინმე დაგაძალოს, რეფორმის განხორციელება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გვინდოდეს ჩვენ. ქართული პროდუქციის ხარისხის ამაღლება უნდა იყოს ჩვენ ინტერესებში, კონკრეტული ბიზნესმენების ინტერესებში, იმიტომ რომ თუ ისინი პროდუქციის ხარისხს აამაღლებენ, ისინი გავლენ თქვათ ევროპულ ბაზარზე და მიიღებენ უფრო მეტ შემოსავალს. ბიზნესის მარტივი ჭეშმარიტება იმის რომ საქმიანობა დაიწყო, გარკვეული თანხა უნდა ჩადო ამაში. ამ შემთხვევაშიც ვართ ამ რეალობაში იმისთვის რომ მეტი შემოსავალი მიიღოს ქვეყანამ, მეტი შემოსავალი მიიღოს კონკრეტულმა ბიზნესმენებმა, ბუნებრივია მათ შესაძლოა გარკვეული ტიპის ინვესტირების განხორციელება საკუთარ წარმოებაში მოუხდეთ, რომელიც შეიძლება იყოს სწორედ სტანდარტების ამაღლებასთან. ალბათ ვადებს გააჩნია, როგორ შეიძლება გარემო. ბუნებრივია ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, ჩვენ არავინ არ გთხოვს მყისიერ დამოქმედებას, თქვათ, ამ ყველაფრის, გამომდინარე იქიდან რომ ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, ყველაფერი არის გაწერილი რამოდენიმე თვიდან რამოდენიმე წელზე ბუნებრივია იმის და მიხედვით თუ რა ტიპის რეფორმა შეეხება, რა ტიპის თქვათ სტანდარტის დახვეწას შეეხება საკითხი და შესაბამისად არის გაწერილი ისე, რომ ყველა ტიპის ცვლილებამ, ყველა ტიპის რეფორმა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ ჩაიაროს, ანუ იყოს ამ შემთხვევაში ნაკლები დანაკარგები. თან ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს დახმარებას და ამის შესახებ საინვესტიციო ფორუმზეც იყო დაანონსებული უკვე კონკრეტულად საქართველოს დახმარებას სწორედ ამ ტექნიკური დეტალებს რეფორმირების პროცესში, როგორც ფინანსურად, ისე ბუნებრივია ინტელექტუალურად, ცოდნის გამოცდილების თვალსაზრისით. ანუ ამის ხარჯების ნაწილს, ასე თქვა, დაფარავს ეს დახმარება. ძალიან დიდი ნაწილს, თავისთავად ცხადია, საქართველოს არ არის მარტო რეფორმირების პროცესში, ბუნებრივია, მის ევროპელი პარტნიორები საქართველოს გვერდით არიან ამ შემთხვევაში და ეს არის მნიშვნელოვანი დეტალი. მე პირადად ამას არ უყურებ როგორც ვალდებულებას, მე ამას უყურებ როგორც ინვესტიციას და როგორც პირველ რიგში ჩვენივე სურვილს ვიყოთ, თქვათ, უფრო ასე ვთქვათ, ცივილურები, ჩვენი კანონმდებლობა იყოს უფრო მეტად გასაგები, თქვათ, ბიზნესისთვის აღმოფხვრათ საკანონმდებლო ნაკლოვანებები, იქ სადაც ეს ნაკლოვანებები არსებობს, ავამაღლოთ ქართული პროდუქციის ხარისხს და გაუტოლოთ ის თქვათ ევროპულ სტანდარტს, გამომდინარე იქიდან რომ ეს უფრო მეტად გაზდის, ასე ვთქვათ, მოთხოვნას ქართულ პროდუქციაზე. ეს არის ჩვენი პრესტიჟიც, ეს არის ჩვენი მოთხოვნა ნებისმიერ შემთხვევაში და პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიყოთ ადგილობრივი მომხმარებელი უნდა ვიყოთ დაინტერესებული ასევე იმით, რომ უფრო უკეთესი საქონელი და მომსახურება მივიღოთ. თავისთავად ცხადია, ეს პირველ რიგში ჩვენ ინტერესში უნდა შედიოდეს და მე ბუნებრივია ჩვენი კონკრეტული ინტერესი უკვე ვრცელდება იმ დიდ ბაზრის ცოტა გრძელვადიან პერიოდში, აი უფრო მოკლევადიან პერიოდში, აი ესეთი ტიპის რისკები თუ ახლავს, რომ თქვათ, აი ამ სწრაფვამ რომ პროდუქცია გახდეს უკეთესი და უფრო მაღალი ხარისხის გამოიწვიოს პროდუქტების გაძვირება, მაგალითად საქართველოში ეს შეიძლება მოხდეს. არ ვთვლი რომ ამის განსაკუთრებული ტიპის რისკები არსებობს, მე იგივე დავეყრდნობი იგივე ეკორის და кейსის კვლევებს, რომელიც მანამდე ვახსენე, ამ კვლევების და მიხედვით საქართველოში არ არის მოსალოდნელი სამხმარებლო ფასების ცდა გამომდინარე იქიდან რომ კონკურენციის მაღალი ხარისხი ახლაც არის ქვეყანაში და ბუნებრივია თავისუფალი ვაჭრობა კონკურენციის ხარისხს კიდევ უფრო მეტად ზრდის, ამიტომ არ ვთვლი რომ სამხმარებლო ფასების ნაწილში მნიშვნელოვანი დაიქნება, უფრო მეტიც ცოტა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ჯამურად ნაბარაუდებია სამხმარებლო ფასების გარკვეულად შემცირებაც კი.
ასე რომ იქ სადაც არის კონკურენცია, ბუნებრივია არ არსებობს თქვა გარკვეულწილად ზედმეტი რისკები, თქვა ფასისმიერი დისკრიმინაციის ან ფასების თქვა ხელოვნურად გაზრდის. ძალიან მნიშვნელოვანია და რადგან კონკურენცია ვახსენებთ, კონკურენტული პოლიტიკა არის ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც წინაშე ჩვენ ვდგავართ, ბუნებრივია ღრმა და ყოველწლიური თავისუფალი ვაჭრობის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა არის. და ერთ-ერთი უმთავრესი რეკომენდაცია არის სწორედ ის, რომ საქართველოში უნდა იყოს ძალიან მაღალი კონკურენტული გარემო, რაც ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ქვეყანაში მე ვფიქრობ ერთხელ სამონად უნდა გამოირიცხოს საუბარი მონოპოლიებზე, კარტელურ გარიგებებზე და ასე შემდეგ და ეს უნდა იყოს ისეთი ტიპის კონკურენტული ბაზარი, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესს ექნებათ მეტი შესაძლებლობა. ის რაც აქამდე არ არის საქართველოში რეალურად, იმიტომ რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ქვეყანაში არის ძალიან დაბალი, ეს არის 20%-ზე ნაკლები. ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, თუ აი შედარებით იგივე ევროპის კავშირს ავიღებთ, იქ არის დაახლოებით 60%. ანუ ხედავთ თქვა რამხელა ტიპის სხვაობა. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის წილის ზრდა ქვეყნის მთლიან ბრუნვაში თავისთავად ცხადია, ეს არის უფრო მეტი შესაძლებლობა კონკურენციისთვის, უფრო მეტი შესაძლებლობა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც სურს ბიზნესი დაწყებდა. კი ბატონო, აი ამ მონოპოლიები ახსენეთ, მათი გამორიცხვა, თქვათ, როგორ წარმოგიდგენიათ? საინტერესოა თქვენ პრეზიდენტის მრჩეველი ხართ, ან თქვათ ანტიმონოპოლიური სამსახურით რაიმე ტიპის კანონმდებლობით თუ როგორ? პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ ნება არ არსებობს ვერანაირი ტიპის სამსახური, ვერაფერს ვერ შეცვლის, მაგრამ ნება ამის არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ავირჩიეთ ევროპის კავშირთან ღრმა და ყოველწლიური თავისუფალი სავაჭრო სივრცესთან ინტეგრაცია, ეს არის ნება სწორედ იმის, რომ მაქსიმალურად ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ კონკურენციის გაძლიერება საქართველოში. საბამისად ამის ნება არსებობს, ამ მიმართულებით კანონმდებლობა შემუშავებულია, თუ სადმე იქნება დახვეწა საჭირო, კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება, თავისთავად ცხადია, მაგრამ ბუნებრივია ეს ყველაფერი უნდა იყოს შესაბამისი კანონმდებლობის ჩარჩოში მოქცეული. ერთის მხრივ ანტიმონოპოლურმა კანონმდებლობამ არ უნდა გამოიწვიოს რაიმე ფორმით ბიზნესის შეზღუდვა, ან თავისუფალი ბიზნესის შეზღუდვა, მაგრამ მეორეს მხრივ მან არ უნდა დაუშვას მსხვილი, ასე ვთქვათ, მონოპოლიურ მდგომარეობაში კომპანიების მხრიდან რაიმე ფორმით ნეგატიური ზეგავლენა, როგორც მომხმარებელზე, ისე ვთქვათ, სხვა წვრილ მწარმოებლებზე. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში გარკვეული ტიპის ოპტიმალური შუალედის პოვნა არის საჭირო, რაც აბსოლუტურად რეალისტურია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნების პირობებში და ეს ნება არსებობს. კი ბატონო, აი ეს სურათი, რასაც ჩვენ ვხატავთ, რაც უნდა იყოს მომავალში, როგორ ფიქრობთ, რამდენად თავსებადია იგივე ახლანდელი მთავრობის ეკონომიკური გუნდის ხედვებთან ან შესაბამის ინიციატივებთან, აი გულისხმობ მაგალითად მიწის გაყიდვის მორატორიუმი უცხოელებზე, რაც თქვათ არა კონსტიტუციურად ცნობს სასამართლომ, საკონსტიტუციო უბრალოდ ასევე თქვათ შეღავათების გაუქმება იმპორტზე და ასე შემდეგ, მესმის რომ ეს პირდაპირ კავშირში შესაძლოა არ იყოს, მაგრამ აი საერთო ჯამში რომ შევხედოთ. ხო, სწორად აღნიშნეთ, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირში ასეთი ფორმით არ არის, მაგრამ ბუნებრივია ნებისმიერ საკითხს ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. თავისთავად ცხადია, ამ შემთხვევაში მიწებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ მე მგონი კითხვები მოხსნილია. თავისთავად ცხადია, იქ სადაც კითხვები არსებობს, საჭირო რომ ეს კითხვები დაისვას და უფრო დავხვეწოთ. ბუნებრივია გარკვეული ტიპის შეცდომების შესაძლებელია არსებობდეს, თქვათ, რეფორმების განხორციელების პროცესში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან სწრაფად აღმოვაჩინოთ ის, თუ სად შეიძლება ვთქვათ, გარკვეულ შემთხვევაში უფრო უკეთესი შუალედების პოვნა. მე ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობის დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკა ნამდვილად არის ჯამში თავსებადი საქართველოს ევროპულ არჩევანთან ნებისმიერ შემთხვევაში და ამის დადასტურებაა თუნდაც ხვალინდელი დღე. მაგრამ თავისთავად ცხადია, მე ვფიქრობ, რომ ყველა არის მზად იმისთვის, რომ თუ სადმე შესაძლოა გარკვეული ტიპის კითხვის ნიშნები გაჩნდეს, თქვათ, ამ კითხვის ნიშნებს გაეცეს ადეკვატური პასუხი ნებისმიერ შემთხვევაში და იქ სადაც უფრო მეტი მუშაობაა საჭირო და ბუნებრივია ხვალიდან შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო მეტი მუშაობა მოგვიწევს ნებისმიერ მიმართულებით, განსაკუთრებით მე ეკონომიკურ ჭრილზე გავამახვილებ ყურადღებას, კიდევ უფრო მეტი სამუშაო იქნა შესრულებული, ამისთვის ყველა არის მზად, მე ვფიქრობ, ასე რომ ბევრი თვლიდა, რომ ხელმოწერა იყო მნიშვნელოვანი და ეს ასეც არის, მაგრამ მე მინდა ყველას უთხრა, რომ ხელმოწერის შემდგომ იწყება ძალიან სერიოზული სამუშაო, გაცილებით უფრო დიდი მოცულობის, შეიძლება ასე ითქვას, ვიდრე თუნდაც აქამდე გამგეხორციელებია. კი ბატონო, და ბოლოს შეკითხვა, კიდევ ერთი შეთანხმება ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელზეც როგორც ვიცით 2012 წელს ითქვა, რომ ამაზე უნდა დაწყებულიყო მოლაპარაკებები, შემდგომ ამაზე ბევრი არაფერი არ გაგვიგია. თუ გაქვთ ინფორმაცია, თქვა პროაქტიულად თუ მუშაობთ თავრობამ ვერ გეტყვით, რომ ბევრი არაფერი არ გაგვიგია, პრემიერის ბოლო ვიზიტი, როდესაც იყო ამერიკაში იყო, მან ახსენა, თუმცა მანამდე იყო თქვა რაღაც ერთწლიანი შუალედი თითქოს. მე ვფიქრობ, რომ
თვითონ ის ფაქტი, რომ რეალურად პრემიერის ვიზიტის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ საუბრის დაწყება, ეს ძალიან საინტერესო ფაქტია, იმიტომ რომ რეალურად შეერთებულ შტატებთან ერთ-ერთ პრიორიტეტად უკვე თანდათანობით ჩდება სწორედ ვაჭრობის საკითხი, გარდა ვთქვათ უსაფრთხოებისა, რომელიც ტრადიციულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო სხვა ტიპის დახმარებებისა, თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ერთ-ერთ პრიორიტეტად ნელ-ნელა ჩნდება, ანუ ეკონომიკა ერთ-ერთ პრიორიტეტად ჩნდება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გავაძლიეროთ, იმიტომ რომ ეს კიდევ უფრო მეტი ახალი შესაძლებლობა ამ შემთხვევაში ქართულ ეკონომიკისთვის და აი როცა სტანდარტებზე ვსაუბრობდით, აი იმ სტანდარტების დაკმაყოფილება, რომელსაც ახლა ჩვენ ვამბობთ იგივე პროდუქციის ხარისხის დასთან ერთად, რომელიც თქვა იგივე ვახსენთ რომ ევროკავშირის მოთხოვნაა, მე ვამბობ რომ ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს გამომდინარე იქიდან რომ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ ქართული პროდუქცია არა მხოლოდ ევროკავშირის ბაზარზე იქნება მოთხოვნადი და დაშვებადი, შეიძლება ასე თქვა, არამედ სოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ბაზარზე, მათ შორის შეერთებული შტატების შემთხვევაში, როდესაც სტანდარტიზებული ვარ ხელშეკრულება გვექნება, როდესაც გვექნება იგივე შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობა, თავისთავად ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ბევრად უფრო მზად ვიქნებით იმ ნაწილში, რომ ქართული პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით გაცილებით ნაკლები კითხვის ნიშანი იქნება. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ევროკავშირის მსგავს ტიპის რეგულაციები სოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს და ჩვენი პროდუქციას აი ამ რეგულაციების შემდგომ სწორედ აი ამ ქვეყნებში კიდევ უფრო მეტი არეალი უჩნდება. გაუმარტივდება, ასე ვთქვათ, იქასლა. ძალიან დიდი მადლობა გესურვებთ წარმატებებს, გემშვიდობებით, ვემშვიდობები მაყურებელსაც, თუმცა არ გადართოთ თქვენ წინ გელით მძიმე კაცთან დავით კოვზრიძის გადაცემა, შემდგომ კი თეორემა ნახვამდის.